მოგესალმებით, დადგა 4 შაბათი საღამოს 8:30 მეგახლავართ გიორგი დარასელი და მინდა აუცილებლად მოვიტყო ყველა პატიმარი მინდა განსაკუთრებით მოვიტყო და განსასწრებში ნაყოფი ქართველი უცხოეთში ვინც ხარ ვენერვა სიხარული მინდა გისურვოთ ყველა იმ ადამიანს ვინც აი ძალიან თბილი კომენტარების მომდის ხოლმე რაღაცა ქვემოდან და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმისათვის რომ ეს რაღაცნაირად გვაძლიერებ და დიდი მადლობა და ვინც გვაძლიერებს ყოველთვის ჩვენთან აქ ყოველთვის არის ხოლმე თან და ვინც მინდა რომ რაღაცნაირად გაგვახაროს თავისი არსებობით დიდი მადლობა მამა ალექსანდრე ბოლქვაძე ყავს გუშინაც გამოაცხადე მამაო დაგულოცე დიდი მადლობა რომ ესე ხართ მამაო ჩვენ საიმედოთ აი ამდენი წელი ესე რაღაცნაირად გვაძლიერებთ თქვენი თანადგომით ამ ეკლესიაში და მადლობა იმისათვის რომ ხართ დიდი მადლობა მოწვევისთვის ქრისტიანს დგა ეხლა დღის დღეებია დიდი მადლობა და სწორედ ისე არ მომიწვევი ხარ დღეს ისეთი დღე დაემთხვა რომ თქვენ გეკუთვნით მართლა მოწევდია დღეს საოცარი დღეა იოანე ღვთისმეტყველის სიყვარულის მოციქულის და მე აი ის მოვედი კიდევ ერთხელ ჩემს სამოთხეში ადამიანს ხო ის აქვს ადგილები რაღაცა ისეთი უყვარს განსაკუთრებულად ერთ-ერთი ეს არის და ამას ქმნის ღმერთმა გვაკურთხა ღვთისმშობელმა გვაკურთხა და შენ დიდი დამსახურება რომ ამ სამოთხისეულ ადგილს ქმნი ჩვენთვის და დღეს აი მოციქულის სიყვარულის მოციქულის ხსენება იოანე ღვთისმეტყველის და რაღაცაერთ გუშინ ფიქრობდი მამა პეტრე არქიმანდრიტ ძინძიბაძესაც უსმინე გუშინ და ფიქრობდი რომ შენ მოგყავს ისეთი სამღვდელოება მამა ლუკა მამა გიორგი ჩაჩავა ციცკიშვილი მამა ხო დავითი თევდორაშვილი გიორგი ლუკა სუპატაშვილი და ესე იგი სხვაებიც რო არ გამორჩეს, მაგრამ განსაკუთრებით ესენი გამოდიან ძირითადად და ესე იგი აი სიყვარულის მღვდლები არიან, სიყვარულის მასწავლებლები და სიყვარული პრაქტიკაშიც რო სიყვარულს აფრქვევენ და ეს ძალიან საინტერესოა და ძალიან სასიხარულოა. ხო და აი მე გიორგი ესე იგი იოანე ღვთისმეტყველი განსაკუთრებით როცა დაბერდა მაშინ აი გახდა საერთოდ სიბერე ისეთი რამეა აი ადამიანს ყველაფერს ხო თავის დანიშნულება აქვს თქვა ხილი ხო არის ტყემალი ალუჩა მსხალი ვაშლი ატამი დასაწყისში ხო დასაწყისში ის თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს იმიტომ რომ ჯერ უარგისია საჭმელად აი რო მობერდება რომ მომწიფდება, აი მერე ხდება თავის დანიშნულება, მერე ეძლევა. აი ესე არის ეთყობა ჩვენი ცხოვრებაც რა. იოანე ღვთისმეტყველი რომ დაბერდა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, იმერულად რო ვთქვათ, მურაბა კაცი და შაქარი კაცი გახდა და აღარაფერს აღარ ამბობდენო, აღარაფერს აღარ ამბობდაო, გარდა გიყვარდეთ ერთმანეთი, მივიდოდნენ თურმე ეტყოდნენ დაგვარიგე, გიყვარდეთ ერთმანეთი, სიყვარულია მთავარი, გიყვარდეთ ერთმანეთი და თვითონ იოანე ღვთისმეტყველი ეს არის აი ქრისტეს მტკიცებულება, ქრისტეს აღდგომის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ახლა რაღაც რომელიღაც სოფელში ქრისტე თუ არ აღდგებოდა და იოანე ღვთისმეტყველი ვისეც დინებოდა, ხო სწორი ვარ რა, თუ მოწაფე არ გახდება. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ეს უსწავლელი ადამიანი, ეს სადღაც სოფელში გაზრდილი ადამიანი გახდა ნომერი პირველი კაცი, ღვთისმეტყველი, ყოლადქებული მოციქული და კაცმა, რომელმაც დაწერა მეოთხე სახარება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახარება, ნუ ეს ავტორი ღმერთია, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი ხელით მოხდა ეს, ხო? და სოფლიოში ვერცერთი წიგნი, ნუ საეროზეც აღავე, არც რელიგიური, არც საერო წიგნი ვერ უტოლდება იმ ტირაჟს, რა ტირაჟიც ამან ათეულობით, მილიონობით ყოველ ესე იგი წელს და განსაკუთრებით მე-20 საუკუნიდან დაწყებული, აი ესეთ წიგნმა ვერცერთმა სხვა ვერ დაჩრდილა. მას აქვს ასევე 3 ეპისტოლე და ბიბლიის უკანასკნელი წიგნი მან დაწერა. გამოცხადება წარმოიდგინეთ რა პიროვნება და აქედან ჩანს ქრისტეს ძალა და აი ამ აქედან გამომდინარე სულ ფიქრობ ხოლმე რომ აი მეც 63 წლის ვარ ეხლა ხო მოხუცებულობა რა 70 წელიო უკეთ უძლიერებაში 80 წელი აი ეს ამისკენ მოვდივარ ეხლა მე და
მე სულ ვამბობ გიორგი ახალგაზრდებს განსაკუთრებით მინდა უთხრა, რომ ეს წლები პირიქით ყოფილა, ეს კი არა რაღაცა რუსებს რო აქვთ სტარას ნირადას, ეს არ არის სწორი რა, არ არის ულამაზო რაღაცა. ხო და მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს ასეთი გამოთქმაც არის, რომ სიბერე ეს არის ახალგაზრდობის გვირგვინი, გამიგე და მამა ზურა ბანთაძემ ერთხელ ესეთი რამ თქვა, აი ქართული ანდასასავეთ გამოვიდა, ეხლა ბასილ არქიმანდრიტი ბასილი ესეთი რამე თქვა, სიბერეო, ქრისტიანის სიბერეო, ეს არის გავსო დაშაქრებულ ჩურჩხელასო რა. ანუ ნერადას კი არა, პირიქით რა, სასწაულია და სასწაულის სიკეთეა და სასწაულის სიხარულია და მეც რაღაც ამ სიხარულში ვარ. თან გიორგი, ეხლა ისეთი ეკლესიას, ქრისტეს ეკლესიაში არის ისეთი პერიოდი, როცა აღდგომიდან სულთმოფენობამდე და სპეციალურად აი აღდგომიდან სულთმოფენობამდე როგორც სადაგი დღეები, ასევე რა თქმა უნდა კვირა დღეები, სადღესასწაულო დღეები იკითხება სამოციქულოდან მარტო საქმე მოციქულთა. და ეს ეკლესიამ იმიტომ განაჩინა ესე, რომ დიდი სტიმული კონდეს ყველა ქრისტიანს, არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ ყველა ერისკაცებს და ასე შემდეგ და მართლაც რამხელა ასეთი მცნება არის პავლე მოციქულის პირით გადმოცემული ახალი აღთქმის შესანიშნავი და არაჩვეულებრივი მცნება. მობაძავ ჩემ დაიყავითო პავლე მოციქული ამბობს და ესე იგი პავლე მოციქულის მობაძავი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ პავლე რაღაც ქარიშხალივით მოიარა მთელი ევროპის ქალაქები და წარმოიდგინე ქრისტეს ძალა როგორ ჩანს, ქრისტეს აღდგომის ძალა, რომ პავლე მოციქულმა მოიარა ყველგან იქადაგა და მოაქცია მთელი ევროპა. ნუ ნახევარი მაინც. ნახევარზე მეტი. წარმოიდგინეთ ეხლა რა ძალა აქვს და ჩვენ ეხლა რა თქმა უნდა ამას ვერ შევძლებთ ხო რაღაც რომ ესეთ დონეზე, მაგრამ რადგან ცნება გვაქვს რომ მობაძავ ჩემ დაიყავით, აი ჩვენც ამ ქარიშხალში, ამ სულიერ მისწრაფებაში უნდა მივბაძოთ და აი ზუსტად სიყვარულით უნდა ვიქადაგოთ საქმით და სიტყვით უნდა ვიქადაგოთ, რომ ისინი ვინც არიან უმეცრებაში, როგორმე მოვიყვანოთ ამ ბედნიერ სამყაროში, რასაც ქვია ქრისტეს ეკლესია. და აი რა ვიცი, იქ მე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქმე მოციქულთას მეოთხე თავის 33 მოხს, სადაც წერია, რომ დიდი სასწაულებით ამტკიცებდნენ მოციქულები ქრისტეს აღდგომასო რა. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, წარმოიდგინე, რომ საუკუნეების განმავლობაში მეორდები ხოლმე, საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანობა არც განიხილებოდა, რომ რაღაც სათუო იყო თუ არა. ესე იგი, ყველა სწამდა, იმიტომ რომ ისეთ სასწაულები ხდებოდა მთელი, ნუ ქრისტეს შემდგომ, წარმოიდგინე, უფრო დიდი სასწაულები მაცხოვარიც ამბობს, რომ ჩემზე მეციქმოთ თქვენო, ჩემზე. ნუ რა თქმა უნდა, ქრისტეს ძალა იყო ისეც, მაგრამ მე რაც გავაკეთებ, იმაზე მეც გააკეთებთო და წარმოიდგინე, რომ თვითონ იოანე ღვთისმეტყველის ხსენება დღეს და მან თავის ცხოვრებაში გააცოცხლა 200 მიცვალებული. წარმოიდგინე, ჯერ მარტო ეს სასწაული, სხვას დავანებოთ ყველაფერს თავი და ესე იგი ამ სასწაულებით პირდაპირ მოცემული იყო, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა და ქრისტეს ძალა, ღმერთის ძალა იყო და პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე საუკუნეში ჩვენთან რა ხდებოდა, წარმოიდგინე, როდესაც მოიქცა საქართველო, შემდგომაც მე-6 საუკუნეში 13 ასურელი მამასულ წმინდანები, სასწაულთმოქმედები იყვნენ, გუშინ იყო ხსენება. გუშინ ხსენება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოდიოდა ეს სასწაულები და ეხლაც კი მიუხედავად იმისა, რომ უკვე სულიერება ესეთი არ არის და წმინდა მამები ამბობენ, რომ თანამედროვე წმინდა მამები, რომ კაცობრიობასთან ყველაფერი გარკვეული აქვს ღმერთს, ეხლა რაც ხდება მცირე სამწყსოს გადასარჩენად, თორე დანარჩენი ყველაფერი აბსოლუტურად გარკვეულია და თუმცა სასწაულები მაინც არის დატოვებული, ხო, გიორგი? ცეცხლის გარდამოსვლა ღვთაებრივი, რომელსაც ამას დასტური რა თუნდა, მაგრამ ყველა პატრიარქი, ვინც კი შედიოდა, განსაკუთრებით დიოდოროსი, ამბობდა, რომ და პირდაპირ საუბრობდა იმაზე, როგორ გარდამოდიოდა ეს ღვთაებრივი ცეცხლი.
ასევე უკუსვლა იორდანის როდესაც აკურთხებს პატრიარქი, ასევე ღრუბლის მოსვლა ფერისვალების მთაზე, ასევე ერთ-ერთ სოფელში ხატებთან რომ შხამიანი გველები მოდიან ღვთისმშობლის მიძინების დროს სპირიდონ ტრიუმფუნტელისის და ძალიან ბევრი ალექსანდრე სვირელი წმინდა ძალიან ბევრი ეს ძალიან ბევრია ასევე ერთ-ერთ ხატთან გამხმარი ყვავილის ესე იგი პირდაპირ ამოსვლა და განელნება და ყვავილის აყვავილება სასწაულები ეხლაც არის ძალიან ბევრი და ყველაზე მთავარი ის არის რომ აი მე ხომ მღვდელი ვარ და სტაჟიანი საკმაოდ და მღვდლებისგანაც მომისმენია მრევლი რო ყვება გიორგი მათ ცხოვრებაში რასასწაულები ხდება აი ესაა და ფსალმუნი გვახსენდება თქვას ყოველმან მორწმუნემ რომ უკუნისამდე არ წყალობა ღვთისა თქვას სახლმან არონისამან რამე თუ დიდ რამე თუ სასწაულ მოქმედია უფალი და ასე შემდეგ ესე იგი ცხოვრება სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა ეს არის დიდი ბედნიერება და აი ეს განსაკუთრებით ეს პერიოდი აღდგომიდან სულთმოფენობამდე და მერეც ესე გრძელდება ხო მე პეტრე პავლოვის მარხვა იწყება მობაძავ ჩემ დაიყავით სულ ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ ვულკანივით უნდა იყოს ქრისტიანი ვულკანივით და უნდა როგორც პავლე მოციქული ამბობს ქადაგებ ქრისტეს ისე ჯვარცმულსა და თვითონ ეს ლიტურგია ნიშნავს სიყვარულს ესე იგი დააწესა მაცხოვარმა იმიტომ რომ ყოველთვის გვახსოვდეს, იმიტომ ადამიანი ესეთია, უმადურია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღმერთმა თავი დადო ადამიანისთვის, წარმოიდგინე რა. და არ არსებობს უფრო, როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ ვისაც უყვარს მამა, შვილი, დედა, ცოლი, აგარაკი და ამ შემდეგ, ჩემ და ღირს არ არისო, ზოგს უყვირს ეს ერთმა მითხრა კიდე რატომ თქვაო ესო იმიტომ რომ აი რა უცნაური ადამიანი უმადურია იმიტომ რომ არ არსებობს ამ სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული არ არსებობს ღმერთს რომ ადამიანი უყვარს ამ სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული სასაცილოა ყველანაირი სიყვარული შვილის სიყვარული მშობლების სიყვარული ამასთან შედარებით არის სასაცილო იმდენად აღმატებული ამიტომ ყოველთვის ჩვენ უნდა მადლობდეთ აი ამ შენაწირისთვის რაც ღმერთმა გააკეთა და სამოთხის რომელიც დაკეტილი იყო სამოთხის კარი კვლავ გაგვიღო თუ ჩვენ ვიქნებით ქრისტიანები. ძალიან დიდი მადლობა მამაო და აი თქვენ წეხა დაუნახავობა და ის ახსენეთ მამაო და ადამიანმა რა უნდა გააკეთოს მამაო რომ დამნახველი იყოს იმ სიკეთეს იმიტომ რომ ვერ აღიქვა სამწუხარო ჩვენ და რახანც ვიზუალით არ ჩანს ის სიკეთე და ამ დროს აი დილას რომ გავიღვიძეთ ღმერთმა იმდენი იშრომა იმისაც რომ დილას გაგვეღვიძა რომ კაცმა არის ჩვენ რომ ახაც ვერ აღვიქვათ გონია რომ რატო უნდა მოუხადო მადლობა კაცო ჩვეულებრივად მეც გავიღვიძე და ამ დროს რამდენმა მილიონმა ადამიანმა ვერ გაიღვიძა რამდენში გაიმარჯვე, ანუ ამას არ უფიქრდება მამა ადამიანი. აი როგორ უნდა ვიყოთ მამა დამნახველები, აი თითოეული იმ ნაბიჯისა რა. ხანახან ხოლმე ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა მატერიალური იქნება თუ რაღაცა წაიღებს ადამიანსა და უმადურობაში გადადის და შედალოცილო რომ არ არსებობიდან რომ მოგიყვანა. ხო ეს როგორ შეიძლება არ დაინახო, ხო? ან თუ მადლობელი როგორ შეიძლება არ იყო იმისა რომ სამოთხეში მოგიწევს ყოფნა თუ ღმერთისიანი იქნები ხო წარმოიდგინეთ რამხელა შანსი მოგცა ხო რა თქმა უნდა და აი ზუსტად ძალიან ბევრი წმინდანი განსაკუთრებით აბრაამი რომლიდანაც დაიწყო საერთოდ სარწმუნოება უკვე დაკარგული სარწმუნოება აი აქედან მოვიდა აი ღვთის თაყვანისცემაში და მადლიერი გახდა ღვთისა რომ დაიწყო ფიქრი აი ამ საოცარი სამყაროს ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა რომ მან რომ გაიაზრა რომ ეს ხო შეუძლია ეხა მამა ზაქარია, მამა პეტრე ძინძიბაძის არქიმანდრიტმა კარგად თქვა რომ მე მითხრა ერთმა ათეისტმა რომ რა ღმერთმა კაცო აფეთქება მოხდაო. გამიგიდა კარგად ახსნა ზუსტად მამამ რომ ეს აფეთქება ზუსტად ბიბლიაში წერია ეს ტერმინებია განსხვავებული რომ იქნა ნათელი პირველად ხო ღმერთმა ქნა ნათელი ეს არის ზუსტად ნათელი როგორ ქნა ამ ხელა სამყაროს ნათელი ეს იყო აფეთქება მაგრამ ამას ხო ავტორი ყავდა ეხა ავტორის გარეშე როგორ მოხდა აფეთქება და მზე დადგა იმ ადგილზე
და პლანეტები მოძრაობენ და დედამიწა ჩვენი მოძრაობს ზის გარშემო, ეს მოხდა შემთხვევით? ამას ხო ავტორი ყავდა გააზრებული, ხო? და კვლავ ვიმეორებ, რომ ნიუტონი რო გაბრაზდა მეგობარზე, რომ როგორ შეგიძლია თქვა, რომ აი ეს სამყარო, ესეთი საოცრად შექმნილი სამყაროს ავტორი არ ყავსო თქვაო და გაბრაზდა მასზე. იმიტომ რომ ეს არის და იმიტომ წერია ბიბლიაში თქვა სულელმა არ არის ღმერთი, იმიტომ რომ ეს არის ამ დასკვნამდე რომ ვერ მიხვალ, რომ რა გააკეთა ღმერთმა შენთვის ეს ყველაფერი სიყვარული და ეს ყველაფერი შენთვის გააკეთა, შენთვის და ადამიანი დაუნახავია საერთოდ, იმიტომ რომ წარმოიდგინე რა სასწაულები მოხდა ჯერ ძველ აღთქმაში და ისრაელმა ძალიან მარე დაივიწყა, ხო? სად არის ღმერთი? ეუბნებოდნენ ამ სასწაულების შემდეგ მოსეს და მოსე ეხვეწებოდა ღმერთსო, აღარ ვიქნებიო ამათი, ესე იგი, ცუდად ვარ უკვე რა ხდებაო, ნუ თუ რომ უგუნურია ადამიანი რა. ეს მარტო ისრაელზე, იმდროინდელ ისრაელზე კი არა, ესე ადამიანი არის ესეთი. დღეს შეიძლება გამოგეცხადოს ღმერთი და ხვალ დაივიწყო ისევ ღმერთი. და ესე იგი ელემენტარულს, თქვათ, ვინმე რო რაღაცა ყვავილს გაჩუქებს, ხო, ქალებს რო ჩუქნიან ყვავილს, რაღაცას სიყვარულზე ის ადამიანი ხო გიყვარდება და ღმერთი წარმოიდგინე, რომ საერთოდ ყველაფერი სიცოცხლე, ყველაფერი და ყველაზე სულ ხშირად ვფიქრობ ამ სიმღერაში განსაკუთრებით, რომ ღმერთო 1960 წელს არ ვარსებობდი არც დედის მუცელში, საერთოდ არ ვიყავი 1960 წელს და მოვევლინე ქვეყანას 61-ში. წარმოიდგინეთ, რომ აი რა სამყაროში მოვედით, არაობიდან რა სამყაროში მოვედით. აქედან ძალიან მარტივია დასკვნა, რომ თუ არაობიდან ასეთ საოცარ მოწყობილ სამყაროში მოვედით, აქედან კიდე წავალ სხვა სამყაროში რა. თუ მოვედით აქამდე საოცრება, ღვთის მოწყალება და ხათიშვილის პატრიარქი საიმ ბოლოდროინდელმა იმან ძალიან მაგრა იმოქმედა ადამიანების წმენაზე მამაო და ამაზე ბოროტდება ეშმაკი რა. აი ყველაფერს აკეთებს, აი პატრიარქმა ხო გააკეთა ის, რომ აი ამდენი ადამიანი ზეცისკენ აახედა რა და აი ბოროტი სწორედ ამასებთვის, რომ აი ეს უგუნური ადამიანები ისინი ხო სპეციალურად თვითონ ამწარებს ამ ყველაფერს. აი ბოლო პერიოდს რა, რომ აი რამხელა მოღვაწეობა გასწიეს რა იმ სასულიერო პირებმა, იმ ადამიანებმა როგორი იწვალეს და რამდენი იწვალეს, ხო და რამხელა ის არის და აი ეს არის, რომ მაინც მამაო საქართველოს ცხოვრები ადამიანი მაინც ძალიან მაგარი არის თავისი რწმენით რა და აუცილებლად მე მჯერა, რომ აი ამიტომ გვაწვალებს, აი საქართველოს თვითონ მამა დავით ცისკიშვილმა რო თქვა, გახსოვთ მამაო, ესე თქვა, რომ ღვთისმშობლის წილხედრული ქვეყნობაო, რას ნიშნავს უიციო? აი ჯვარცმულ მდგომარეობაში ყოფნასო, იმიტომ რომ ღვთისმშობლისო იყო ქრისტეო, რომელიც ჯვარსაც ესო რა და მალე რაღაცნაირად ეგრე არის საქართველოში მყოფი ადამიანი რა. და საქართველოს თვითონ ესე დღეში არის რაღაცა ამ შემოტევების კარგად თქვი გიორგი პატრიარქზე და აი ზუსტად მობაძავ ჩემ და იყავითო პავლე რო ამბობს ეს თელ საქრისტიანოში საუკუნეების მანძილზე ეს გრძელდება აი ეს დიდი შემართება ყველა ქრისტიანისთვის და ერთ-ერთი მცნება ესე იგი აი ეს ერთ-ერთი უდიდესად შესრულებული მცნება ზუსტად პატრიარქს ეკუთვნის რადგან ის მუდამ იყო მობაძავ პავლესი და როგორც პავლემ მთელი ევროპის ქალაქები მოიარა და ყველა მოაქცია თითქმის აი ეს პატრიარქმა მოაქცია ჩვენი საქართველოს უკვე მიძინებული და ჩამკვდარი სარწმუნოება პატრიარქმა აი პავლე მოციქულს 60 ღვაწლი გაწია და ყველაზე დიდებული და ბედნიერი რა არის იცი ბედნიერები რითი ვართ რომ ჩვენ აი პირადად მე ხა დიაკვნად სტიხაროსნად მან მაკურთხა დიაკვნად მან მაკურთხა სემინარიაში პატრიარქმა მიმიღო სასულიერო სემინარიაში ბუდლად მან მაკურთხა პატრიარქთან ვიყავი ძალიან დაახლოებული ეხლა ცოტა კადნიერება მაგრამ ვიტყვი რომ პატრიარქს ძალიან უყვარდი ამას გძნობდი მე რა ძალიან უყვარდი და ისეთი დიდი სიხარული იყო ის რომ ასეთ პიროვნებას უყვარდი ესე იგი და ყველაზე მთავარი კიდე ჩემთვის რა იყო რომ პატრიარქი ხო ნუ გემოვნებით ეს საოცარი კაცია რაღაც საოცარი გემოვნება ხო და აი ეს მიტაცებდა იმიტომ რომ მეც
ზუსტად რაღაცა ეს პატრიარქის მიმართულებები რაც არის, აი ესეთი ის მქონდა შინაგანად, რომ ძალიან მიყვარდა ევროპული ხელოვნება. გახსოვთ რომ ვთქვით, რომ პატრიარქსო წიგნი ვაჩუქეთ ჯოტოდან პოლ სეზანამდე, პატრიარქმა მითხრა, რომ ეს რა კარგი წიგნი ქონიაო, ალექსანდრეო, ესეთი წიგნი მე არა მაქვს, გამიგე, კომუნისტების 80-იან წლებზეა ლაპარაკი და ის გადამყიდველთან ვიყიდე რაღაც საოცარი წიგნი იყო და ესე იგი ამ სიტყვებით მე მივხვდი რომ აი ამ სიტყვებით პატრიარქმა მითხრა რომ ის ხელოვნების დიდი მოსყვარული ადამიანი იყო მეც ასეთი ვიყავი და აი ამან ყველაფერმა რაღაცნაირად და დიდი სიყვარული დაიმსახურა ჩემში პატრიარქის და კიდევ რა მინდა კიდევ ვიმეორებ ყოველთვის მეორდები რომ ესე იგი მე მაქვს ესეთი თვისება რომ არაფრით არ შემიძლია, რასაც ვაკეთებ, ქადაგება იქნება, ოჯახის შექმნა იყო, ხო? და რაც არ შემიძლია, რომ რაღაც უღიმღამოდ რაღაცა გავაკეთო, რა. მინდა რომ ყველაფერი იყოს დღესასწაული. აი წარმოიდგინე ხა აღდგომის დღესასწაული, იმიტომ მოხდა ეს, იმიტომ ვაკეთებ, რომ მოვინდომე ყველაფერი, რომ ცეცხლის გარდამოსვლას როგორც იერუსალიმში დიდი ბარაბნების ბრახმონი და დიდი ზეიმით ეგებებიან ჩვენ 11 საათზე ვიწყებთ ესე იგი მსვლელობას შენც იქ ხარ უკვე ეს ბოლო 2 წელია და ვიწყებ და შემოვდივარ დიდი ზარზემით არ შემიძლია ესე დღესასწაული რაღაც ანუღიმღამოდ და პატრიარქი წარმოიდგინე წირვა როგორი წირვა დააყენა პატრი ვისაც გახსოვთ ეს და ნუ დღესაც მისი ის არის 8 წელი რაც ხდება სამებაში 3 გუნდი ყავდა შერეული კაცების და ქალების თან უზარმაზარი გუნდი გიორგი ესე იგი და სულ პროფესია ბავშვებისაც ყავდა ეხლა ბოლოს ბავშვებისაც დაამატა კი რა თქმა უნდა და ეს თან ყველაფერი ფინანსებთან იყო ხო დავკავშირე ამხელა გუნდს არ გინდა ძალიან სოლიდურს ეხლა წარმოიდგინე მარტო მოდიოდნენ შაბათს 2 საათით და კვირა 3 საათით ეგ იყო ხო ძალიან დიდ სოლიდურ თანხას უხდიდა პატრიარქი ესე იგი არ ზოგავდა არაფერს ოღონ წირვა ყოფილიყო რაღაც ძალიან ამაღლებული და ნუ პატრიარქის წირვას ახლა სიონში ვისაც გახსოვთ ან შემდგომ სამებაში ეს იყო ნუ ფანტასტიკის სფერო იყო რა ნუ ერთი გუნდი რო დაამთავრა და მეორე იწყებოდა მე მესამე მე ნუ რაღაც იმდენად ამაღლებული იყო რომ ვლადიმერ რუსეთმა რომ მიიღო ხო ესე იგი ვლადიმერმა რო კომისია შექმნა წადითო და ვისაც ყველაზე კარგი ღვთისმსახურება ექნებაო ის იქნება ჭეშმარიტი რელიგიაო და გაგზავნილები აია სოფიიდან რო ჩამოვიდნენ დაუჩოქს და უთხრეს რომ დაიწყო მსახურება აია სოფიას ჩვენ აღარ ვიცოდით ზეცაში ვიყავით თუ დედამიწაზე აი ესე პატრიარქის წირვაზე რო მოხდებოდა ადამიანი ესე იგი ის ვეღარ გრძნობდა რომ აქ ვიყავით თუ ცაში ვიყავით და პატრიარქმა გარდა ამისა მარტო წირვა ხო არ იყო ყოველთვის ესე აკეთებდა რომ დადიოდა ბრელთან ერთად დაატარებდა ხან ყაზბეგში ხან ალავერტში ხან მოკლედ საქართველოს ისტორია ესე შეგვაყარა ესე გვაჩვენა და ეს დღესასწაული სულ გრძელდებოდა პატრიარქის ხელში ვიყავით რაღაც აი ის წლები გიორგი იყო 6-4-ში ვცხოვრობ და ჩვენ ახლა 6-4-ში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ პატრიარქი ცოცხალია და ეს იმხელა ძალას გვაძლევს. აი ეს დრო რომ ახსენდება, რაღაცა საოცრება იყო. ზოგჯერ მონასტრებში მივდიოდით, მოსალოცად მივდიოდით. ავისე მომწოდა იქ პერიოდი მოვეხარა, ვეღარდადიან. თქვენ კი დადიხართ ხოლმე, ისე ეგ ტრადიცია მარტო თქვენ შეინარჩუნეთ. არა, ჩვენ რატო კაცო დადის ხალხი. აი მე არ მინახია მამაო, რომ ესე ექსკურსიებში ესე მასიური ესე მორუცები აღარ არის. დიდი სიხარულია და ეს ყველაფერი პატრიარქმა გვასწავლა და პატრიარქს ჰქონდა ასევე აი სიყვარულის გამომხატველი გიორგი, ბოლოს იყო სუფრები. ხო, რაღაცა საოცარი სუფრა, ისეთი უხვი სუფრა და ისეთი სასმელი ყველაფერი და ეს სუფრაც ხო გამოხატულება სიყვარულის და აი უხვად იყო ყველაფერი და მე ეს ყველაფერი გაიცემოდა სასულიერო პირებზე, სტიხაროსნებზე, ყველაზე და დიდი სიყვარულის მატარებელი კაცია პატრიარქი და ერთი რამ კიდევ მამა პეტრემ გუშინ თქვა ესეთი რამ რა საოცარი რამია რა გიორგი რომ მე და პატრიარქი ვიყავითო ლოცულობდითო მე მგონი საღამოს ლოცვა თუ არა პრემიას უყურებდითო ხო და უცებ ჩაუსშესკუს დახრე და
ინფორმაცია გამოაცხადეს, რომ ჩაუსესკუ დახრიტეს დღესო და პატრიარქიო ადგა ფეხსეო, პიჯვარი გადაიწერო და რა მითხრაო. დღესო, კვეთის დროსო, წირვაზეო ჩაუშესკუ მოვიდაო აზრადო და მაწვალებდაო, ანუ უჭირდა. სანამ არ მოვიხსნა. და ეს იცი რას ნიშნავს? ჩემი აზრით ამას ნიშნავს, რომ პატრიარქი წარმოიდგინე რა მასშტაბის კაცია, წარმოიდგინე, რომ ის აბსოლუტურად ყველაზე ლოცულობდა. იმიტომ რომ ნახე რა ხდება, საერთოდ ქრისტიანული სწავლებით არის ესე. როდესაც შენ მე იმიტომ ეუბნები ყველას, რომ დილის ლოცვები აუცილებლად ბოლომდე წაიკითხეთ, იმიტომ რომ დილის ლოცვას ვინც ბოლომდე წაიკითხავს, ის ერთვება სოფლიო ეკლესიის ლოცვაში. ანუ შემდგომ შვადღეზე ვიღაც ბერი ათონზე რო ლოცულობს, ის შენთვისაც ლოცულობს. გამიგე და ეს კავშირი მყარდება და როგორც ეტყობა პატრიარქი ყველაზე ლოცულობდა რა, აბსოლუტურად ყველაზე. ჩაუშესკუზე ჩვენ წარმოვიდგინე ინგლისის დედოფალზეც, მუხტზეც, აზერბაიჯანის და არა მარტო ახლა რაც და ეს ლოცვა გამოიხატება შემდეგ გიორგი. ნახე როგორ აუცილებლად ეს ლოცვა რაღაც ნაყოფს გამოიღებს. მუხტი აზერბაიჯანს ამბობს, რომ ჩემი სულიერი მოწყობია პატრიარქი. ის დედოფალი, ესე იგი, დედოფალი წარმოიდგინე მოხდა შეხვედრა პატრიარქის და დედოფალის და მისი ინიციატივით. მისი ინიციატივით ხო რა თქმა უნდა და ეს ჩაუშესკუ გამიგე რომ როგორც ეტყობა რომ პატრიარქი ყველაზე ლოცულობდა მათ შორის ჩაუშესკუზე იქ როგორც ეტყობა მაინც მონათრული იყო ხო ჩაუშესკუ კი იყო ათეისტი მაგრამ რუმინეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა და როგორც ეტყობა რომ მივიდა მიხვდა რომ უნდა მოეკლათ როგორც ეტყობა დაიწყო შინაგანი ლოცვა და იმ წამსვე დამყარდა კავშირი პატრიარქსა და იმ ადამიანს შორის და ესე იგი ნუ წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ადამიანია ჩვენი მე ხა აზრადაც არ მომიდოდა ჩაუშესკუზე ლოცვა და ვინმე სხვაზე ლოცვა მაგრამ აი არის ადამიანები ესეთი დიდი მასშტაბის მამა ფილარიტმა მითხრა ერთხელ მამო რაღაცაზე მივედი კონსულტაციაზე და მირჩია რომ ხედარიო იოანე მხედარი მე მაშინ პირველად გავიგე 20 წლის წინ გეუნებით მე უწმინესთან მივედი იგივე რაღაცაზე კონსულტაციაზე და მანაც მითხრა რომ აი იოანე მხედართან ილოცეო აი საიდან ხდება ხოლმე აი წარმოიდგინე რა თქმა უნდა ეს იოანე მხედარი თუნდაც ძალიან ისეთი სიონში არის მისი ხატი მამო აი წმინდა გიორგისთან ერთად როა თუნდაც ეგ არის პატრიარქის ყვარებია ძალიან მაგარი მოწყალი არის თუნდაც იოანე მხედარი კი წმინდა გიორგის დონის ხო და ერთად აქვს ისა რა ხატი შექმნილი სასწაული მაგრამ როგორი ზეციური ისა აქვს მამაო წარმოიდგინეთ რა იმა რაც მითხა ზუსტად იგივე მითხრა მანაც აი რა იცოდა ხა იმა რა მითხრა ესე იგი დღეს აი მოციქულების განსაკუთრებული ის არის მოციქულების არა მარტო დღეს მოციქულის ხსენება სიყვარულის მოციქულის საერთოდ აი აღდგომიდან სულთმოფენობის ჩათვლით და მერე სულ სამოციქულო ღვაწლზე ამახვილებს ყურადღებას ეკლესია და სულ მინდოდა მეთქვა ხშირად ამბობენ როცა მაცხოვარმა თქვა რომ 12 მოციქული დაждდება ტახტზე, განჯის ტახტზე, ესე იგი 12 მოციქული განჯის კაცობრიობას. რატომ ხდება ეს? რატომ უნდა განსაჯოს? იმიტომ რომ 12-მა უსწავლელმა ადამიანმა, რომლებმაც მოაქციეს მთელი მსოფლიო და ვინც არ მოექცა და როგორც ვამბობ ჩვენ დიდი სასწაულებით ამტკიცებდნენ ქრისტეს აღდგომასო, ვინც არ მოექცა მხოლოდ იმიტომ, რომ აი გული გაქვავებული გული რა რაღაცნაირად რომ თუმცა აღიარეს რომ უდიდეს სასწაულები ხდებოდა მაგრამ მიიჩნიეს რომ ეს ვითომ რაღაც ჯადოქრობით და ასე შემდეგ და სამწუხაროდ სახარება პავლე მოციქული ამბობს თვითონ რომ წარწმენდულთათვის დახურული და დაფარულია მაგრამ დანარჩენი მთელი კაცობრიობა დღესაც უმეტესი ნაწილი არის ქრისტიანი უმეტესი და რომ არ ყოფილიყო ესე იგი ზეწოლა ქრისტიანობის ხო როგორი ზეწოლა იყო პრაქტიკულად განადგურება უნდათ 300 წელი ხალხო 3 საუკუნე წარმოიდგინეთ და მერეც იყო სულ და ეხლაც არის სულ დევნა და ვერ გაანადგურეს ქრისტიანობა და წარმოიდგინეთ რომ აი ეს 12 მოციქული ამიტომ განჯის კაცობრიობას რომ უნდა გულისხმაყო
რომ 12 უსწავლელი კაცი გამოუშვა ქრისტემ და მთელი მსოფლიო მოაქცია, აქედან უნდა მიხვდე სად არის ჭეშმარიტება. ამის გამო 12 მოციქული განჯის კაცობრიობას. და ის მე სულ ამ სიხარულში ვარ გიორგი, რომ ბიბლია და საქართველო არის განუყოფელი. ზოგმა იცის ხოლმე რა შვაშია და წარმოიდგინე კიდევ ვიმეორებ. დასაწყისშივე მესამე თავის მე-15 ესე იგი დაბადებაში ვკითხულობთ, რომ ღვთისმშობელზეა ლაპარაკი, რომელიც პირდაპირ არის პირველი აღქმა კაცობრიობას, რომ დაბადებს ქრისტეს და ქრისტე გაანადგურებს ბოროტ ძალას, დათურგუნავს ბოროტ ძალას და უკვე ნახე როგორი შეკრული ის არის, ხო გიორგი? ღვთისმშობელი წილხვედრი საქართველოსი წარმოიდგინე და უკვე აი პირდაპირ საქართველოს და ბიბლია ცოცხლდება რა. და მე ყველაფერი ძალიან ბევრი, აი მეფეთა წიგნები, ნეშთა წიგნები, ხო? მეფეთას წიგნებს რო ავიღებ, იმ წამსვე საქართველოს ცოცხლდება, რატო? იმიტომ რომ აქ არის ლაპარაკი დავით წინასწარმეტყველსა და მის შთამომავალ მეფეებზე, მის შთამომავალ მეფეებზე და ამათი, ანუ დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები იყვნენ ბაგრატიონები. აი უცებ ცოცხლდება ბიბლია და საქართველო და 121 ფსალმუნი, ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე, საერთოდ პირდაპირ საქართველოსზეა, რადგან მეფუცა მეო ამბობს, მეფუცა მეო დავით წინასწარმეტყველს ღმერთი რომ თუ ჩემი შვილებიო ღვთისნიერად მოიქცევიანო უკუნისამდე, ამ იმაზეა ლაპარაკი. სამეფო ტახტზე უკუნისამდე იქნებიან ტახტზეო, სამეფო ტახტზეო და პირველი მეფე როგორც კი გახდა, ესე იგი დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი აშოტს მიანიჭა იმპერატორმა მეფების წოდება, იმ წამსვე 121 ფსალმუნი გაცოცხლდა, აქ გაცოცხლდა აშოტ კურაპალატი. აშოტ კურაპალატი უდიდესი წმინდანია და უდიდესი მეფეა, იმიტომ რომ 121 ფსალმუნი მასზეა დაწერილი, მასზე და მის შთამომავლებზე, ანუ ქართველ მეფეებზე, ნუ რამხელა პატივია საქართველოსთვის და ტყილად ხო არ არის პატივი. ჩვენ ვიცით ხო, ილია გვიდასტურებს ბოლო-ბოლო თუ ვინმე იტყვის რომ აი ეგრე არ არის. ვინ არის ისო აჩხდილში პოემაში ამბობს ილია, ვინც ყველაზე მეტად დადო თავი ქრისტესთვის, რომელი ქვეყანაო? არც ერთი, ხოლო შენ ხარ საქართველო. ნუ ლამაზად პოეტურად წერია. ასე რომ აი ამას ყველაფერს რო ვკითხულობ და რაღაცა შევიმეცნებ ხოლმე, ისე მიხარია რომ ქართველი ვარ, ისე მიხარია რომ საქართველოში დავიბადე, რომ აქ არ ვიცი რაღაც დიდ განცდას, აი რაღაც საოცარი განცდა, საერთოდ არ მაქვს სხვა განცდა, რომ ვარ 64-ში, აი ესეთი. მამაო, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი საქართველოს მომავალ აი ამ შემთხვევაში ეს გლობალიზაცია, ეს ახალი ლიბერალური რაღაცა ტალღები და ისინი რა ძრებს მოახდენს, იმიტომ რაღაცა ცოტა შეეთხო, რომ რაღაცა ცოტა ყევები არის ხა, რა თქმა უნდა, ესე წირო მიდიხარ ღვთისაკენ, აუცილებლად რაღაცა ყევები იქნება. აუ ეს გარდაუვალია ხა. აბა როგორ უნდა მიხვდე, ბოროტ თუ არ გაღიზიან და ესე იგი ღმერთისკენ არ ხარ. ხო და მისკენ ხარ. ხო აი რო ღიზიანდება აი ამით, აი და როგორ უნდა მოვერით, აი რა უნდა იყოს ჩვენი იარაღი. აი ამ დიდი მანქანის წინაშე, რომელიც მართლა დაძრულია და აი პირდა ყველაფერსაკეთს, ანუ წარმოგიდგენთ მამაო, საქართველოს სიდუხჭირე ყველანაირად ეთერევა ადამიანს, ხო ღმერთი დაავიწყოს. აი ბევრი ადამიანი ხო გეუბნებათ, რომ მე რო წირვაზე მოვიდე, ან ეკლესიაში მოვიდე, სახში შეერი დავრჩები, ანუ ეკონომიკურად გადართო. მიხვდით მამაო, აი ის წმენა, ისა უქრება უკვე ადამიანს სამწუხაროდ ჩვენ და აი მამაო, რა უნდა გააკეთოს ადამიანო, ყოფიძეა გადასული, უბრალოდ აი ფიზიკურად რაღაცა ჭამოს, ამის გამო მთელი დღე შეიძლება ღმერთის საერთოდ გახსნეს, იმიტომ რომ რაღაცა შრომაზე იყოს მამაო. რა კარგია რომ ეგ თემა წამოწია, აი გამახსენდა 17 მაისი, ესე იგი აი ამით დაამტკიცა აი დიდმა გამოსვლამ ოჯახის სიწმინდე პატრიარქმა რომ ეს დღე დააწესა, იქ გამოჩნდა და როგორი ის იყო, იცი, პირდაპირ ეს უტყუარი, ესე იგი პირველი კაცი რომ სამებაში იყო, ბოლო კაცი იდგა იმის ხიძზე, ბარათაშვილის ხიძზე და აღრიცხეს რომ 9,5 მილიონი კაცი იყო და ქაშვეთთან ბევრი უკან გამობრუნდა.
გამიგე? და ბევრი ვერ წავიდა, აი მეც ვერ მოვახერხე წასვლა, გამიგე? ორი საპატიო მიზეზის გამო და წარმოიდგინე, შეიძლება ვთქვათ 200,000 კაცი, რომელიც ემხრობოდა ამ აქციას კი არა, ესე იგი ამ დღესასწაულს სახში დარჩა საპატიო მიზეზის გამო და 500,000 კაცი გავიდა მარტო თბილისში, გიორგი. რა ხდებოდა ქუთაისში, ბათუმში და ასე შემდეგ და ეს ცხადყოფს, აი უტყუარი, აი დასტურია იმის, რომ საქართველო დგას, უმეტესი 90% დგას ქრისტიანობის გვერდზე იქნება და დადებს კიდევაც თავს. ეს არის ერთადერთი გარანტი ჩვენი გადარჩენის, გიორგი, აი ერთადერთი. და მადლობა ღმერთს, კი ხანდახან შემომეპარება ეჭვირო რაღაცა არ გავიყიდოთ, არ გაყიდოს რაღაცა არ იმიტომ რომ მუშაობენ ძალიან, მაგრამ არა, ნუ აი უკვე მეორე, მესამე რამდენი წელია ვდგავართ ესე და იმედია რომ ესე ვიქნებით მუდამ. რაც შეეხება სიდუხჭირეს, მე ისე არ მიყვარს გიორგის სიტყვა საქართველოზე, რომ ერთი რუსი მღვდელი გამოვიდა ამას წინათ და ისაო, რა ქვია, ძალიან გვაქო, ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ ყოველთვისო ერთი შეცდომა მოუვიდა, ყოველთვისო ქართველებიო არიანო, იყვნენო ღარიბებიო და ეხლაცო დუხჭირეთ ცხოვრობენო და როგორ გეკადრება ჩემო ძვირფასებო, ქართველები იყვნენ ყოველთვის უმდიდრესი ერი იყო ოქროს ხანა, წარმოიდგინე. და თან როგორი მდიდარი და როგორი უხვი ქონდა ყველაფერი და ვიღაცებს კი არ ემსგავსებოდით იქ ევროპის მეფეები რო იყო ბაღებს და სასახლებს როაში გასცემდნენ ყველაფერს, თუმცა ძალიან ბევრი სასახლეც შემოგჭა თბილისში 100 სასახლეა და მარტო თბილისში და ძალიან ყველაფერს გასცემდნენ, წარმოიდგინეთ, ყველაფერს გასცემდნენ ევროპის მონასტრებს, აღდგომის ტაძარს, ათონის მონასტრებს, ყველაფერს. დღესაც კი გიორგი, რა ვიცი მე, აი უდიდეს სიხარულში ვარ, რომ ხედავ ამდენ ულამაზეს სახლებს, ამდენ ძალიან ბევრ მანქანებს, ხო? ქართველებს რო აქვთ და რა ვიცი, დიდ სიხარულში ვარ და სადაც სიდუხჭირ რას ლაპარაკობ. ეს ახლა ერთეულები ამერიკაშიც, შვედეთშიც წარმოიდგინე არიან მათხოვრები, ეგეთი რამე. არის ესე რა. და საქართველო რას ლაპარაკობ? საქართველო ამავე ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერვე დავები ხოლმე და მათხოვ აი ეს ამ რადიკალურ ოპოზიციამ იცის ხოლმე რაღაც სისულს. არა, მამა, უბრალოდ ადამიანს ხო, ანუ აი ხა რადიკალური ოპოზიცია რო არა, იმედია ხალხმა. არა, მამა, მართლა უჭირთ ადამიანებს, ის ძალიან ცუდღეში არის, ხო, ზოგსაც ძალიან ბევრს უჭირს და მაგიტომ თქვი, რომ არა, უბრალოდ აი ნახეთ რა არის, მამა, ნახეთ უბრალოდ რომ შერმა არ დაიძინოს ადამიანო, თელი დღე უნდა რაღაცა საშინელ სამსახურს წევენ, მიხვდით და ღმერთი ავიწყდებათ ამ დროს, ანუ მატერიალურად იმდენად გადართული ადამიანი, მიხვდით? მამო, ავი ყველა რესტორანში ზის და ყველა ჯიპს ხდის. საცობებია და ისა პროცენტულად თურმე ყველაზე ბევრი მანქანა არის საქართველოში, ქართველებს ყავთ. ეს კომუნისტების დროსაც ესე იყო რა. პროცენტულად ახლა მანქანა რო ყავს და ერთ ოჯახს რამოდენი მანქანა ეს ფუფუნება უკვე. იმიტომ რომ მამო თან აქ ცენტრში ხო ნუ აქ ეგრე ხდება ხოლმე, ნუ არა უშავს ამას სხვა დროს სხვა მღვდელთან ვილაპარაკებ. ხო და მამო თუ შეიძლება კიდე ჩვენი სიმდიდრე რა არის, მაშინ პიროვნულად უბრალოდ თუ შეიძლება რომ სხვა იმასთან ჩვენი სიმდიდრე ეს არის. ჩვენი სიმდიდრე ის არის რომ ჩვენ ზუსტად ბავშვები გავზარდოთ ბიბლიის სიყვარულით, ქრისტეს სიყვარულით და წარმოიდგინე რომ შენ შვილი რო ყავს, რომელსაც პრეტენზია არ აქვს რა. არა აქვს პრეტენზია. შეიძლება შრომობს, ყველაფერს აკეთებს, უნდა დოვლათი შექმნას და ეს ასეც უნდა მოხდეს და კარგია, მაგრამ პრეტენზია არ აქვს. წარმოიდგინე. აი ეს არის ქრისტიანობა, საოცრება, რომ ესე იგი შენ ხარ დიდარი ადამიანი. და აი ღირსი მამები გამახსენდა რომ არც ერთი ღირსი მამა არსენ დიდი განსაკუთრებით პახომ დიდი და სხვა დიდი მამები იმპერატორები თელ საგანძურს აძლევდნენ. აი მაგალითად არსენ დიდს იმპერატორმა ჩააბარა მთელი საგანძური ეგვიპტის, რაც უნდა წამოსულიყო და შენ განაგეო და არ მიიღო უარი უთხრა. წარმოიდგინე. აი რა არის ქრისტიანობა, რომ ამ
პრეტენზია არ აქვს ესე რომ აი თან როგორ აი ზუსტად ჩვენ რაც თქვი რომ დიდ შრომაში იყვნენ გამიგე და ლუკმაპურისთვის იბრძოდნენ და უცებ მიეცათ საშუალება რომ საერთოდ შეეძლოთ რომ ამ შრომისგან განთავისუფლებოდა და არ ქნეს გამიგე აი ეს არის საოცარი და ეს არის საქართველოში აი ეს ღირსება ეს ღირებულება არის საქართველოში რომ თუმცა რა თქმა უნდა ადამიანები ვართ და მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც არის ესეთი რამ რომ რაღაცა გვინდა რომ ან დიდარი khali მოიყვანოს თქვა ღარიბმა ან ღარიბი გოგონა გაყვეს დიდარ კაცს მაგრამ ეს არის სულიერი ავადმყოფობა კარგი კი არა ამას უნდა ებრძოლო მეტი არაფერი და აი ეს არის ბედნიერება არის ის რომ შენ ქრისტესთან ხარ და ქრისტე რამხელა ძალას და რამხელა სიყვარულს გაძლევს და აი სულ პატრიარქზე ვფიქრობ რომ როგორც პავლემ მოიარა მთელი ქალაქები ესე მოიარა პატრიარქმა მთელი ჩვენი ქვეყნის ქალაქები და აღორძინა და გამოაცოცხლა ხალხი სულიერად დიდი მასშტაბის კაცი რომ არის ამიტომ არის რომ მარტო ადგილობრივი მნიშვნელობის კი არ არის პატრიარქი სოფლიო მნიშვნელობის არის იგივე ხო თქვით რომ დღეს არის ვინმე რომ არ იცნობდეს პატრიარქს ჩვენ პატრიარქს არ არსებობს ეგ საზღვარგარეთვაა არ არსებობს მამო გამორიცხული თან როგორია იცი რომ ერთადერთი ადამიანი არის ვინც საქართველოსთან იგივდება მამო აი რაც არ უნდა ცნობადი იყო საქართველოსთან არავინ არ გაგაიგივეს მაგრამ რო ეტყვი ილია მეორე ეგრევე ჯორჯი ეგრევე გეუბნებიან რომ საქართველო და ეხლა არის ხალხი ინგლისში თურმე მე მახსოვს 80-იან წლების თუ 70-იან წლების ინფორმაცია წავიკითხე სადღაც რომ ინგლისის 20% ინგლისელთა 20% არ იცის შექსპირი ვინ არის წარმოიდგინე ეხლა რაზე ვამბობ ხა იქნება ვიღაცა რო არ ეცვალა პატრიარქი მაგრამ მე ვამბობ დიდი მასშტაბით და იქ სადაც უნდა იცნობდნენ იციან რა ვინც არის და თან მამაო რა ქნა რომ აი რა გააკეთა რომ აი ესეთ პატარა ქვეყანას მამაო ყველა თითქმის ქვეყანაში ყავს მართლმადიდებელი მღვდელი წარმომადგენლად რამხელა რაღაცა გააკეთა მამაო ეხლა ამას წინათ ვამბობდი რომ ბევრ ქვეყანას ელჩი არ ყავს ყველა ქვეყანაში და ჩვენ აი ყველგან აბსოლუტურად მამაო ყავს ჩვენი მღვდელი ბელგიის ეპისკოპოსი მე ყველგან მამაო აბსოლუტურად როგორია მამაო ხო აი რამხელა რაღაცა არის ხო რომ თურქეთში წყავთ აი ყველგან არის ჩვენი მღვდელი ისე რომ აი რაღაცნაირად აიცით რატო რომ ეს იმიტომ კი არა რომ რაღაცა ისა იმიტომ რომ იმ ხალხზე ზრუნავს მამაო ის ადამიანი ემიგრაციაში ვინც არიან იმათ იქ გაყვა რომ იქნებ რა უჭირთო რა ეხლა რამხელა პოლიტიკოსი კაციც არის პოლიტიკოსი კაი გაგები ხო კაი გაგებით და დიდი პოლიტიკოსი წარმოიდგინე რომ რამდენი იმის როგორი ეპოქები გამოიარა და ბეწვის ხიდზე გამოიარა გამოგვატარა და მოგვიყვანა აქამდე წარმოიდგინე კომუნისტები ესე იგი ხალხი ხო მოაქცია და კომუნისტებიც მოქცეული იყვნენ მთავრობაში მაგრამ ვერ ბედავდნენ ხო წარმოიდგინე რომ მათ ქონდა უდიდესი სიყვარული პატრიარქის და დიდი პატივისცემა. სასწაული იყო. რაღაცნაირად აღვირივით ეჭირა კომუნისტები რა. აი აღვირი ცხენს რო აღვირა ეს ეჭირა კომუნისტური მთავრობა. მერე სულ ყოველთვის რაღაც სასწაულები ხდებოდა, ხო? ეხლა შევარდნაძე წარმოიდგინე მეორედ მოსული შევარდნაძე, ხო? რამხელა ის იყო, მე ვამბობ პიროვნება იყო დიდი, მაგრამ დავანებოთ თავი, მე კი არ ვაქებ. თუმცა იყო დიდი პოლიტიკოსი, მაგრამ საშიში იყო, თქვა, საშიში პიროვნება იყო, ის სისტემა იყო საშიში. საშიში პიროვნება იყო თუ არასწორად მიუდგებოდი და რა გააკეთა პატრიარქი. აი როგორ მოათვინიერა. და წარმოიდგინე, რომ კონკორდატი დააწერინა შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც დღეს როგორ გვადგება. აი რამხელა პლუსი თვითონ შევარდნაძეს გააკეთებინა მისთვის დიდი საქმე. ეს ამის მოხერხება, ამის მოგვარება. და მამაო თან კიდე ეხლა არ მინდა რომ დამავიწყოს პატიმრებთან როგორი ის არის, ხო რომ ყველა სასულიერო პირები იქ შედის ჯარში მამაო ისე არ რჩება. აბა აი უბრალოდ აი ამ მასშტაბს როგორ უნდა გაწუდეს? მე არ ვიცი, აი ხელა მასშტაბს თუ არა ზეცა ხო? მე ხო გითხარი რომ შესწრებული ვარ კომუნისტების დროს ციხეში პატრიარქმა მე და ერთი მღვდელი წაგვიყვანა და
საუბრობდით, სანამ პატიმრებს გამოიყვანდნენ ან მივიდოდით, საუბრობდით, იქ ციხის უფროსები იყვნენ და მათ უთხრეს, რომ აი ოთახებშიო ფანჯარა არის ზოგიერთ ოთახში, ფანჯარა არ შეიძლება გაიღოს ოდნავ ფორტოჩკა და ესე ისე გულთან მიიტანა პატრიარქმა. ეს როგორ შეიძლება რაღაცა მოიფიქროთო, რომ ფანჯარა გაიღოსო და პატიმარმა ისუნთქოს, გამიგე? ჰაერი ისუნთქოსო, ყვავილები ქოთნით დავდგათო და ეგ განცვიფრებული, აი გულით მიიტანა და წარმოიდგინა თავისთავად, რომ ეგეთი რამ რო იყოს, ესე იგი რა დღეში ჩავარდება ადამიანი და დიდება უფალს დღეს გამიხარდა, რომ პატრიარქს ესე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მობაძავ ჩემ დაიყავით პავლე მოციქული რო ამბობს, აგერ რამდენი საუკუნე გავიდა და პატრიარქი არის ამ ცნების საუკეთესო მაგალითი, ამ ცნების აღსრულების საუკეთესო მაგალითი, ნამდვილი ვულკანური სულის კაცი, რომელმაც თითქმის დახურული ეკლესია, 5 მღვდელი იყო და 3 თუ 4 ეპისკოპოსი და მიძინებული და ეს ჩამკვდარი სული როგორ გამოაცოცხლა და დღეს რასაც ხვდები, ხედავთ სულ პატრიარქი მიდგას თვალწინ ხოლმე, რომ რადგან არ შეიძლება, როგორც არ შეიძლება ჩვენ უმადურები ვიყოთ ღვთისა, არ შეიძლება ჩვენ უმადურები ვიყოთ პატრიარქისა, რომელმაც ესე სიყვარული და სიკეთით შემოატრიალა ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. დიდება სიყვარული როგორ ატრიალეს, მაგრამ დღევანდელი დღერახანს არის, რომ ადამიანის იმას აქვს გონებას და სითბოს, რომ ის ადამიანები, ვინც მივლენილი იყვნენ პატრიარქზე, რომ აი რამე რაღაც ჩამშვებები და ისინი ხო ის რაღაც ხო მიულნეს ხო პატრიარქს ძალაუნებროთ, ეხა სპეციალურად დაუყენებდნენ ის ადამიანებს, რომ ის ჩაეტანათ რა პატრიარქზე ცუდი თუ რასაც იზამდა სპეციალურად რომ იმას იქნა და წარმოიდგინეთ მამო ის ადამიანები იცოდაო პატრიარქმა რომ მაგიტომ ვიყავით მივლენები რა გვაჭმევდაო დაგვიძახებდაო და ისე გვექცეოდაო რომ აი გწხვენოდაო რომ ეკლესიაზე ჩვენო რაღაცა ჩაქონდაო რა ის აქვია დაკლადი თუ რას ეძახიან წარმოიდგინეთ მამო როგორ იმაში აგდებდა აი სიყვარული რა არის ხო შეიძლება რომ იცი რომ ის ჩამშვებია და მოგივლინეს და მაგის გამო შეიძლება არც მიაქციო ყურად აი წარმოიდგინე იმაზეც კი ზრუნავდაო გეფცებთ ისე მწყდებაო გულიო ის კაცი შემხდა შემთხვევით ისა რა ქვია რომ ესე რომ გაიგო მე ჩემზე რაღაცა და ეს მომიყვა რომ ისე მწყდებაო გულიო ამ სიტუაციაში რომ ხავდა და გიორგი კაცო დღეს ერთ სასწაული აღესრულა ხო სანამ შემოვიდოდით სტუდიაში იქ შემოსასვლელში ახლა დღეს სიყვარულზე უნდა გვესაუბრა და ჰენრიკო ჯანელიძე მომღერალი საოცარი კაცი აგერ 80 წელს თითქმის მიტანებული მე მეგონა რაღაც ძალიან გაუწელე მეთქი ალბათ 70 მეთქი და თუ 6-ის და არა 78-ისო თუ 78-ისო წარმოიდგინე რა ენერგიის კაცი როგორი და ვიცით ხო ტელევიზიიდან მოსმენილი მაქვს მე საოცარ ყველა ჟანრი ყველა იმას ღერის ხალხურ ღერის ესტრადას ღერის როკ-ენ-როლი ყველაფერს აკეთებს კაცო ეს საოცარი ადამიანი და ძალიან მაგარი რა გითხრა ამ კაცმა გითხრა ესეთი რამე რომ თან მწერალთა კავშირის წევრი ყოფილი ეგ არ ვიცოდი და ესეთი რამ გითხრა რომ ეხლა ესეთი რამ დავწერეო თუ თარგმნეო არა თარგმნეო მაგრამ დავწერეო მისი დამსახურება რაღაცები კი თარგმნა მაგრამ მისი დამსახურება რომ შეკრიბა 100 სიყვარულის ამბავი და ერთ-ერთი მოგვიყვა საოცრება რა სიყვარულის ამბავი აი შემოვდივარ და რა დამთხევა იყო არა ხო და დალოცოს ღმერთმა ეს კაცი და გამოაცემინოს ეს მეტად საინტერესო წიგნი. ალბათ გამოჩნდება სპონსორი, საოცრება. მამო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ. ჩვენი დრო იწურება, მამო, კიდე თუ შეგიძლია თუ რამეს კი, ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ რაღაც 5 კვირა რო გავიდა, გადავაწევინე გიორგის, იმიტომ რომ საშინელი 3 კვირაში. არა, ისე 5 კვირაში. უკვე მოხუციო. და ესე იგი იმდენა დაუძლურებული ვიყავიო, დღევანდელი დღეც მინდოდა გადამეწია, მაგრამ აი გუშინ გამიარა. კარგად გავხდი და ვიფიქრე წავალ მეთქი და რაღაცა ცოტა ენერგიოდ ვარ, მაგრამ როდესაც პავლე მოციქულზეა ლაპარაკი, აი პირდაპირ მეძლევა ენერგიები, იმიტომ რომ ეს ვულკანური სულის ადამიანს აი რომ მიბაძავ, პატარაზე მიბაძვა საჭირო და შენც იმ ქარიშხალში და მისიონერობის დიდ ღვაწლში ხარ. ძალიან დიდი მადლობა, მამაო, რომ ხართ მობზანებსაც ძალიან დიდი მადლობა.
ვიცი რომ ძალიან ბევრი პატიმარი მიყურებ და ბევრი მორწმუნე მიყურებ და ავიცი ემიგრაციაში იმაში და მაშინ ეს მამა ალექსანდრე რომ მოიხსენიო თუ შეიძლება აი გითხო ჩათ მე ამომწერეთ თუ გინდათ და აი მამაო ჩაწერეთ ჩვენს მოგეთ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის რომ პატიმრები შენ გახსენდება ხო და მამა ალექსანდრე გიხვეწები ჩაწერეთ რომ მოიხსენიოთ ხოლმე დეკანოზი არის რომ აუცილებლად აი ყველა ვისაც შეგიძლიათ იმიტომ რომ მამაო არის ჩვენი ეკლესიის ავიცი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ეს ადამიანი რომ კარგად იყოს აუცილებლად საჭიროა და ჩვენი ეკლესია რო კარგად იყოს ამ ადამიანს კარგად ყოფნა და გეხვეწებით აი ძალიან თუ ყველამ ჩაწერეთ აბსოლუტურად აი ჩემი ძალიან ერთი თხოვნები ძალიან იშვიათად რომ აქედან იყოს ჩემგან და აი გთხოვთ რა ძალიან გეხვეწებით რომ ჩაწეროთ და მოიხსენოთ მამა ალექსანდრე ბოლქვაძე კარგად ზანდებოდეთ დროებით ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს ეს გადაცემები გავა კვირას საღამოს განმეორებით მე გახდით გიორგი დარასელია მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გახდა ჩვენი სტუმარი და ყველა იმ ადამიანს მოგიკითხავ და დიდ მადლობას მოგახსენებთ, ვინც აქტიურობთ ხოლმე ამ ჩვენ გადაცემებთან მიმართებაში, მართლა თქვენს გამო არის რომ სულ ესე მიმყავს ხოლმე, იმიტომ რომ მართლა ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებთ და დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და თქვენ ჩემი ძალა ხართ რა. კარგად ზანდებოდეთ დროებით.